დაანონსა საქართველოს იზოლაცია, დაანონსა რეპრესიები და დღეს ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ნებას. ასე რომ ძალიან კონკრეტულად ახლა პირველი სკოლის მხარეს დაელოდეთ, დაინახავთ პირველი სკოლის მხარეს ლაკა პოშტარიას, ჩვენ შეუპოვოთ ქალებს და სოფო ჯაფარიძეს, დაინახავთ და გავყვებით მათ. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ თბილისში, ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ თაცმინდაზე, ჩვენ უნდა გამოვხატოთ აი აქ ამ უბანში ჩვენი თავისუფალი მანიფესტაციით ჩვენი ნება. მე დავდგები მოსწავლე ახალგაზრდობის წინ, დაგელოდებით თქვენ და ჩვენ დავიწყებთ ერთად არაძალადობრივ მოძრაობას თბილისის ქუჩებში. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიცავთ საქართველოს საწმყოს და მომავალს. ჩვენ ვიცავთ იმ სიკეთეებს, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას. ასე რომ გველოდებით ერთ ხაზად, მშობრად, მოწესრიგებულად დავიძრებით ერთი ნაკადი მიდის პირველი გიმნაზიისკენ და გიმნაზიიდან, მეორე ნაკადი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან. ესეც მნიშვნელოვანია. ეს არის ორი კერა, ჩვენი ახალგაზრდობის გამზდელი ორი კერა. აი ამ კერასთან ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი.
ეს ალბოჩეს და მებრძოლებს. გავაბარა ჩვენი ხმა. ამიტომ დაიძრა ინსტიტუტები პარლამენტის გვერდებზე, რომელიც იყო დაანონსებული ერთი პიონერის საყოფილი პიონერის სასახლე და ერთი პირველი უკვე დაიძრა ინსტიტუტები, ასე რომ ყურადღებით ვიყოთ, რომ ძალიანად ალყაში იყოს პარლამენტის შენობა, ეს არის ჩვენი მიზეზი. ჩვენ კი აქ ჩვენ მიკროფონს გასვლილად გამოვაცხადებთ და ვუხმობთ ჩვენ ერთგულ გამომცველებს. უნდა გავამხნევოთ მეგობრებო ერთმანეთი. უნდა შეუძახოთ ერთმანეთი. არ შეიძლება ეხლა. არ შეიძლება ეხლა. ჩვენი მოწმენა უნდა გავამხნევოთ ერთმანეთი. ძალიან კარგი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი და პლეისტი, პატრიოტი ადამიანი, კაცო გეგია.
საქართველოს ეროვნული ჰიმნი. მაგრამ არ დაგვაუწყდეს რა არის ჩვენი პატუხი. არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს! გავამხნევოთ ჩვენი მეგობრები ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე.
მეგობრებო, სულ ცოტა ხანში ამოვლები და გაგრძელდება აქცია გროვებაში. მეგობრებო, ჩვენი პირველი გამოსვლილია ერალი თემორე რეკვიევი. სოლიდარობის საერთაშორისო დღე. ამ დღის დაარსება უკავშირდება უსამართლობის წინააღმდეგ მშრომელთა პირველი ორგანიზებული ბრძოლის დასაწყისსა და სწრაფას უფრო სამართლიანი საზოგადოების. მე-19 საუკუნეში ოკეანის გადაღმა მცხოვრები მსოფლიოს ხალხებში გავრცელებულმა ტალღამ მალევე მოაწყვია საქართველოში. 1899 წელს ჩვენს ქვეყანაში პირველი საპირობმაისტრო დემონსტრაცია არალეგალურად გაიმართა. თბილისის
მახლობლად მშრომელები მეფის რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ შეიფრიდნენ სოციალური სამართლიანობისა და შრომის უსაფრთხოებისათვის, უკეთესი ცხოვრებისა და უკეთესი ხელფასის მოთხოვნით. 140 წელი გავიდა. შრომელებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს, თუმცა ჩვენთან სამის შემდეგაც რადგან საზოგადოება კვლავ უსამართლოა. შრომა კვლავ წააგავს მონობას და მთავრობები კვლავ რეპრესიებით უსწორდებიან უსამართლობის წინააღმდეგ წამოწყებულ ნებისმიერ პატიმრთან ბრძოლას. მიზერული ხელფასები, არანორმირებული სამუშაო დრო, ჯანმრთელობის უსაფრთხო შემცველის შრომა, ღირსების შემლახავი მოქმედება და ეკონომიკური უთანასწორობა ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილია. ამის წინააღმდეგ მის ამოღებას თუ გაბედავ ამ პროფკავშირის შექმნით ძევნა და დისკრიმინაცია არ აქცდება. შენ წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაირაზმებიან წვრილი კაპიტალის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის მოამაგენი და ხალხის დასაცავად არჩეული ხელისუფლება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და შრომითი და სოციალური საკითხები დავაბრძანეთ დღის წესრიგში, შრომათა მოძრაობები გაძლიერდა ჭიათურაში, ყირიმში, ბორჯომში, საირმეში, აგარაში, თბილისში და სხვა ქალაქებში. წინააღმდეგობების ბრძოლები მოაწყოს სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებმა. ცხადი გახდა, რომ ჩვენს გაძლიერებას სოლიდარობის მოძრაობის აკავშირ სიცოცხლეს წინ ვერაფერი დაუდგება, მაგრამ ამისთვის ეს უკვე ორმაგი ძალისხმევით მოგვიწევს შრომა. 2024 წლის შრომითი მოძრაობის სასწაულთაისო მანიფესტი მთავარ საფრთხედ მიიჩნევს პროფკავშირული მისდევნას, ასოციაციის შეზღუდვას, რადგან თუ გამოგვაჩნია ბრძოლის ბერკეტებს შეუძლებელი გახდება მივახცოთ ღირსეულ ხელფასსა და სოციალური სამართლიანობის სხვა საჭიროებებს.
Which one is Thank you.
Fatima.
Vamos,
ხალხი ალყაში არიან.
Thank you.
Აბა, ხაში უშო არა.
შუქილوار კამერა რო იღებ, ხედავ? კამერა რო იღებ, შუქილوار კამერა იღებ და განათებულია. სიგო, ელო ხალხი ხედავ?
ეწყო იცი
Facciamo con live show.
Elisa Kokatakia Ratose. It's the Archetta. It's a 20 career.
გამოიწია.
საქართველოს გაუმა! Let's go! Let's go! Let's go! Let's go! Let's go!
Which one is
Woo!